გამას ისტორიაში ყველაზე პოპულარული ჩემპიონი ქამარს პირველად დაიცავს. შემიძლია ის თქვა, რომ გაითიშება. მისთვის ქამრის წართმევას ბესო ფარჯიანი შეეცდება. კორტავას ჯერე ჩემნაირ მოწინააღმდეგე არ ყოლია. ეს აბგელი სამართლინო ხარ მეტი არა. ბესო ჩემთვის ერთ-ერთი რიგითი მოწინააღმდეგეა, რომელიც მოწინააღმდეგეებს გამივლია. დაიწყო ისევ ფარჯიანი შეტევაზე არის, აი რასაც ვამბობდი. კი, აო, კარგი დარტყმა იყო ეს ფარჯიანისგან. კორტავასთან ჩეხაობას არ მოვერიდები. ღიაროა ვურტყამ და ვარდებიან, ჩემგრალი არა, როგორც ესეთი ბრძოლა მინდა, ისეთი ბრძოლა, რომ ომი იყოს მართლაც. ბაკურიანში ცეცხლი დაინთება. ვამაყობ ფოთი და მინდა რომ ფოთმანცი ამაყოს შემით. ამისთვის ვაკეთებ ძალიან ბევრ რამეს და ვშრომობ. მოგეხსენებათ, ჩემი პირველი ნაბიჯები ავიდგი ჩემს ქალაქში, ჩემს ულამაზეს ქალაქში ფოთში. მოგეხსენებათ ისიც რომ კრივის სკოლა განთქმულია ფოთში, მაგრამ მე არ დამიწყია კრივით. პირდაპირ გითხრათ, დავიწყე ძიუდოთი, შემდეგ გადავედი კრივზე. მადლობას ვუხდი ჩემს პირველ მწვრთნელებს. შემდეგ უკვე დავიწყე MMA-ს ბრძოლა ჩემს პირველ მწვრთნელთან ბაჩუკის ულამანიძესთან. შემდეგ უკვე გადმოვედი თბილისში და მოღვაწეობ კოტიკო ჩაჩავას სახელობის Warrior თბილისში. მადლობას ვუხდი რომ გვერდში მიდგანან, სპარინგები, ძირითადი მომზადება, ფორმაში შესვლა რაც მიწევდა, გავიარე Warrior თბილისში უკვე წონის კლების გამომდინარე რომ ყველაფერს განმარტოვებოდი და იცი რა ეს ყველაფერი რო გამეკეთებია, ნუ მოგეხსენებათ წინა ბრძოლაში რაღაც ძალიან ცუდი რამ შემემთხვა და წონის არჩაბარება მომიწია, ვერ ჩავაბარე, რამოდენიმე კილო და 400 გრამი თუ ნუ რამიშოლობა აღარ მახსოვს დამაკდა. იმისგან გამომდინარე განმარტოვდი საკუთარ თავთან, მხოლოდ ვარჯიშობ და ძმაკაცებთან, მეგობრებთან ძირითადად ნაკლებ დროს ვუთმობ ეხა, მაგრამ რა თქმა უნდა მათაც ვაქცევ ყურადღებას და გავდივარ ხოლმე, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვასწრებ, მაგრამ რაც შეეხება ძირითად თემას, ეგაა რომ ყველაფერს გამოვაკლდი, ჩემს ქალაქში ვარ, მარტო ვარ და უფრო მეც ვინდომებ, უფრო მეტს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეგ მიზნები მივაღწიო. აქ ეხა ამჟამად ვარ ბაბუსთან ერთად, ნუ ყველაფერს აკეთებს, რომ მივაღწიო შედეგს, აქედან ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან და ყველანაირად მიმაგრებენ მხარს და ყველანაირ მოტივაციას მაძლევენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ყველაზე ერთი დიდი მოტივაცია კიდე ჩემი შვილია, ჩემი პატარა ლომი, რის გამოდაც მინდა რომ ეს ყველაფერი შევძლო და გავაკეთო და დავიცვა ქამარი. წონის კლებას რაც შეეხება, წონის კლება ბევრს გონია მარტივი საქმე, მაგრამ ბრძოლით ვიბრძოლებ ალბათ დღეში 10 ჯერ და წონის კლება ოღონდ წონა არ დამაკლებიოთ. სიტყვაზე მოგეხსენებათ ეხლა რომ ჭამა მაგრამ იყვარს და მაგისგან გამომდინარე ვატარებ ხოლმე ცოტა მაღალ წონას. ნუ ყველა მებრძოლი იკლებს წონას და მეც ვიკლებ ხოლმე და საკუთარი თავთან ომია, ყველაზე დიდი ომი და ყველაზე დიდი გამოცდილება და ყველაზე დიდი სახიფათო რაც შესაძლებელია იყოს, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც მომზადების მხრივ არის წონის კლება, იმიტომ რომ ბევრი რამის გაღება გვიწევს, ბევრი რამის გაცემა გვიწევს იმისათვის, რომ ჩვენ წონა ჩავაბაროთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ზუსტად ამ ომს მინდა რომ მარტო შევუდგე და შეუბერო და ომიდან გამარჯვებული გამოვიდი, მოკლედ რო ვთქვა რა. ბექა კორტავა არის ერთადერთი მებრძოლი გამაში, რომელმაც პოპულარობის მწვერვალებს პირველივე ბრძოლის შემდეგ მიაღწია. კორტავა გამას რინგზე არ დამარცხებულა, ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ეს საერთოდ სიშვში მოდის კორტავებში. და კორტავების სიყვარულია, იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერია, ჭკვიანია. გვარზეხტისო, კვიციო ხო იცი ეს სიამაყეა და სიმბოლოა ჩვენი კორტავების სპორტის წილის, რა ქვია, გაძლიერების და წარმატებები ბაბუ, წარმატებები, შენდა ყველა კარგ სპორტსმენებს ყველა მიყვარს, ყველა განსაკუთრებით თქვენ ბალეში ყოფთ, მე Warrior-ის სპორტსმენებს, ყველას ბაბუ, ყველას შემოვივლე, ყველა სპორტსმენებს, ყველას გვარები და ეგენი ვიცი, სათითაოდ არ ჩამოვთი ერთადაც, ქიმაძეს თამადობით. და ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული იმაში, როგორ წავა ჩვენი ამბავი. მე მეშინია ამდენი წონის დაკლება და ასე უცბად. დღე და ხამე მამამისი მერეკავს ხოლმე და მამამ მეთქი არ გაუშვათ მეთქი მე ვუთხარი. იმდენს ეკლებს წონას ამას რაღაცა დაემართება მეთქი მე ვუთხარი. ამდენი წონის დაკლება. მე არ ვარ ჯერ მე თვითონ სპორტსმენი დამყოფი ვარ, სპორტსმენი ვიყავი და ვიცი ეს ამბავი ასე
ამ რამდენი წონის დავარდნა და ამას რამდენი ჯაფა უნდა, შენი ბრალია. რამდენი წვალება უნდა, ბიჭები ახალი მოვიდნენ ამბავი საქმე და თავი გადადობილი აქვს დღე და ღამე, ღმერთს გებიცებით. იმ დონეზე აქვს თავი დღე და ღამე ამის გაჩერება სიერბილი დარბის ვარჯიშობს ეცდება ყველაფრნაირად რომ წონა დააგდოს. ღმერთმა ხნას რომ კარგად იქნეს და წაგება და მოგება ძმებია ჩემო კარგებო, მაგრამ მე ჩემი შვილიშვილს რომ რავი და ეკარგოს ეს ყავს ერთი გვარის გამძლებელი მე და ჩემი თვალისწინად და სიამაყე იგია და ამას რომ დაემართოს იმაჯობია არც კამარი მინდა და რაფილი მე მიჩევნია ჯამთილად იყო ჩემი შვილი და დაზია შვილიშვილი შენი ბრალია მე რომ მაგდენს მერთმა კარგად მიყვარს ყველა სუფრები რო გაქვს სულა სუფრები ყველა სუხარია შენი მოსადა ჩვენ ოჯახში ყოველთვის იყო ბაბუ ბაბუ ეს სტუმრები სასუყარია ჩემ ოჯახში ვინც მოვიდა და პულმარი ყოველთვის გამოქონდა და შენი ბრალია მაგას გეუნები ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ რიგზე რომ გამოვხედოდი შენი ჯგუფი და შენი გამოსვლა მე 3 და მე 4 და მე 5 რაუნდამდე არ მივედოდა შენ ხელებს ისეთი უდარი ქონდა და იმისანა დარწმები ქონდა ვისაც მაგი მოხდებოდა მაგი ფეხზე ვერ დადგებოდა და ეს ასეა მაგრამ სპორტში კეიცი ახლა იქ ტექნიკა სწავლა ამბავი საქმე და შეიძლება უბრალოდ თავი ვერ დაიცვა და იმისანმა მარტო ძალა კი არ წყვეს სწავლა და ვინც გასწავლია ვიყავს ვერ აცვალე მე კი ხო მარჩა არც ბესო ფარჯიანს უნახავს წაგება გამას რინგზე. სვანმა მებრძოლმა 3 ბრძოლა გამართა და 3-ვეში გაიმარჯვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ვახო ციკლაურთან მოპოვებული გამარჯვება, რომელიც წლის ბრძოლის ერთ-ერთი პრეტენდენტია. სვანეთში მიწევს უდიდესი იქით ვარ. სვანეთში ვარ გაზრდილი, უფრო მეტად იქით ცხოვრობდა. აქეთ რო ჩამოვიდვარ თბილისში, კუსტბაზე მიწევს ამოსვლა ვარჯიში, კროსის გაკეთება და უფრო мотивაციას მაძლევს გერსონული კოშკი რომელიც არის და ეს ბუნებაც, ეს ღვთაერიც და უფრო მეტ ჯანსაღწეულის ქნის ჩემს იმაში სპორტულ კარიერაში და სვანეთში გავიზარდე, დავიბადე მესტიაში. ჩემი სოფელი არის ლატანი. მან შევედი 10 წლის ვიყავი, კრივზე რო შევედი, ესე 9 წლის და მონაწილეობა მიმიღია ხა საქართველოს გამოსულ ვარ. ორჯერ მაქვს აღებული მე-3 საქართველოზე. ასევე ვარ რაიონის ჩემპიონი მესტიაში სვანეთის და ნუ სვანები უფრო უმეტესად ეს მებრძოლი ხალხი ვართ, უფრო გვიყვარს ეს რა ვიცი სპორტის მხრივ უფრო მეტი გაგვაჩინია რა ბევრი არის ესეთი სპორტსმენი რომ ძალიან მაგრები არიან ყველა და რომელიც ასახელებენ ყველა სვანს და ყველა ამ თლიან საქართველოს და სვანეთსაც. იდო გამაში რომელიც ახლა შევედი, ჩემი ბრძოლები რაც მაქვს ჩატარებული ყველა ძალიან დაუნდობელი სისხლიანი ბრძოლები მაქვს ჩატარებული. ასევე 12 იანვარს კიდო იგივეს მოელოდეთ რომელიც აი ჩატარებული მაქვს ამ 3 ბრძოლაში და 3-ვე მოგებული მაქვს. მე-4-ესაც ვაპირებ, იმიტომ რომ მინდა რომ მე-4-ეზე გამარი ავიღო და დანებებას კიდო არ ვაპირებ და ბოლომდე ბრძოლას და ბოლომდე ჩხუბს სისხლიანი ჩხუბი იქნება პირველ რიგში. ან იქნება რამოდენიმე რაუნდში დასრულდება, ან ბოლომდე იქნება ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბრძოლები გექნება მე და კორტავას ასე რო ვთქვა და მაგარი ჩხუბი იქნება. სვანეთში ჩემთვის ვარჯიშობ, ჩემთვის დანარჩენი მუშაობა, რა ვიცი, ჩემთვის ფიზიკურად მუშაობ. როგორც ასეთი მუშაობის მერე ვარჯიშს ვთხოვ დროს, ანუ საღამობით მიწევს, ანუ დილით ვერ ვასწრებ ვარჯიშს. საღამოს უფრო ვასწრებ და საღამოს ვარჯიშობ ჩემთვის კროსებს ვაკეთებ, მე სახში ჩემთვის ვარჯიშობ. სახში კიდო სხვა დანარჩენი ყველაფერი არის სამუშაოები იქით. ოჯახში დახმარება ფიზიკურად როგორც ხდება ხოლმე და გამაში ბევრი არის კახა არღულიანი რომელიც მეორე ნომერი იყო და ბექა წერედიანიც მაგასთანაც ვარჯიშობდი. ჩვენ მე ბექა და ეს უფრო მეტად კრივში ვიყავით ერთად და ბექას უთხარი თავიდანვე გამაში მინდა მეთქი მისვლა თქო და თუ ყავს მეთქი ვინმე ისეთი თუ მიმიყვანს მეთქი თქო. აგან მიმიყვანა და მე და კახა ვარჯიშობდით, მე და ბექას ვარჯიშობდით ერთად. ძალიან
კარგი იყო ის, რავი, ამათი გვერდში დგომაც მაგ პერიოდში და აგათთან ერთად ვარჯიშიც. ზონები ახლა ძალიან არიან, ბევრი სპორტსმენები არიან. სპირცხელანი, თამლიანი, ალეკო საღლიანი, MMA-ის მებრძოლები ვინც არიან. იმას ვიფიქრე ახლა MMA-ზე გადასვლა გვეცი. ამის მერე როგორც იქნება ნუ გამადან მაგის ხრივ მინდა რომ მანდაც ვიჩხუბო. MMA-შიც რო ვიჩხუბო და MMA-ის წესებითაც და MMA-ის რო გავაგრძელო მე ანუ სპორტის ხრივ მინდა რომ MMA გავაგრძელო მე. მართალია, კორტავასთვის რინგზე პრობლემები ჯერ არავის შეუქმნია, თუმცა ჩემპიონს მთავარი პრობლემა სასწორზე ექმნება. ბექა გამას გრან-პრის სწორად წონის ვერ ჩაბარების გამო გამოეთიშა. 70 კილოში ვისაც სურვილი ექნება რომ საჩემპიონო ბრძოლაში კამარი აიღოს ყველა სოლოდები რინგზე, მაგრამ უშედეგოდ იმისგან გამომდინარე რომ კამარს არავის გავატან, სანამ ვიქნები ამ წონაში. და ჩემს გეგმებს რაც შეეხება უთქმელად დავტოვებ ჯერჯერობით და ყველას ისეთ სიახლეს გვერდებით რომ ძალიან გაგიხარდებათ. ფარჯიანი, ბესო ფარჯიანს რაც შეეხება ძალიან კარგი ბიჭია, ჩემთან შედარებით ოდნავ მეტი აქვს წვდომი. ისიც ვიცი რომ კარგი კრივის ბაზა აქვს, კარგი მოკრივეა და ნუ რა ვიცი, დანარჩენს რინგი გვანახებს რა. მაგრამ ჩემთვის ნუ მებრძოლებს შორის მხოლოდ სახელი და გვარი იცვლება რა, სხვა არაფერი. კორტავას ჯერ ჩემნაირი მოწინააღმდეგე არ ყოლია. ანჯი ხაობას არ მოვერიდები. ნუ უფრო მეტი სისხლი და უფრო მეტი დარტყმა და ყველაფერი უნდა გავასწავლოთ ერთმანეთში და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩემთვის უკეთესია რომ დარტყმის უნარის ამტანობას უფრო მეტი უნდა გქონდეს. ამტანობას მაქვს და უფრო რომ ხდება უფრო მეტი შემიძლია ამის მერე და უფრო მეტს ვაკეთებთ. ეხლა ნაკაუტით ამით მოხსნა უფრო პირველი ის არის ჩემში, მაგრამ ყველას კი ვერ მოგათიშავდა, ვერ მოხსნი, მაგრამ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა არის და უფრო მეტი ჩხუბი და ჩეხაობა და ეს ყველაფერი არის, მით უფრო კარგი სანახაობრივიც არის და მით უფრო უკეთესიც არის მაყურებლისთვისაც და უფრო მეტი мотивация მოდის მაგ ყველაფრისთვის. როცა საბრძოლველად შევდივარ, ნუ ტაქტიკით ესე არასდროს არ მაქვს, რომ ადამიანი გავთიშო, ეგრე ჩანს და ეგრე გამოდის სულ, რომ თითქოს და სულ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვარ და სულ ფიქრობ, რომ ადამიანი დავარტყა და დავაგდო, მაგრამ ეგრე არაა რა, ეხლა ღიაროა ვურტყამ და ვარდებიან, ჩემი ბრალი არა, როგორც ასეთი ბრძოლა მინდა, ისეთი ბრძოლა, რომ ომი იყოს მართლაც, კაი ბრძოლა იყოს, კაი სანახაობრივი ჩხუბი ვანახო და რაც შეეხება იმას, რომ кейჯში არ ბრძოლობ საბურავებში, რაც უპირატესობას კიდევ უმაძლევს და რა ვიცი, ნუ кейჯში არ მოხდებოდა პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბრძოლა მაქვს кейჯში განამართი, ვინც იცით და ნუ თავს გრძნობ როგორც საკუთარ სახლში кейჯში, უფრო 75 კილო ვარ, და იქიდან დაკლება მიწევს 5 კილო და ჩემთვის კიდევ არც ისეთი პრობლემას არ ქნის, რომ 5 კილოს დაკლება რომ მიწევს. ჩემო წინააღმდეგეს კიდევ დიდი წონის კლება უწევს 80-დან თუ 85-დან იკლებდა. ძალიან ასე რომ ვთქვათ, ბევრი წონის დაკლება უწევს 15-20 კილოს უტა კი არა წონის დაკლება. თუ ჩააბარებს, რავი, მგონია რომ ცოტა შესუსტებული იქნება, რა ვიცი, ოდნავ მაინც მგონია ეგრე რომ ამდენი წონის კლება და დაკლება კიდევ ასუსტებს უფრო. თანამონოპოლო ამ მონაკვეთში კიდევ უფრო მეტი ამდენი წონის დაკლება ძალიან ისეთი არის მაინც. არ ვიცი რატომ უნდა ხალხს, ნუ რატომ რატო არ უნდათ რომ ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ თქვა უცნებობენ და ეს კამარი არსად არ წავალს უ ჩემთან იქნება რა 1 2 3 და 4 და მაგას გეტყვით რამდენსაც. რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს. კამარს წავიღებ სვანეთში და ყველას გავახარებ, ჩემ გულ შემატკივრებს, ჩემ მშობლებს და ჩემ ყველა გვერდით დგომ ადამიანებს და მაგ გამარჯვებას კიდევ მიუძღვნი მაგათ და ერთადერთ ადამიანს კიდევ. ვინ ვის მოპარავს ახალწელს? 12 იანვარს ბაკურიანში გამა საბურავებში ბრუნდება საჩემპიონო ჯახი, გრან-პრის ბრძოლები და არაერთი უშეღავათო დაპირისპირება. და ეს წარი ივენტს მოიგე ბურანი და სხვა.